ჰოლივუდის ერთი დღე ტელეიმედში რენი ჰარლინის შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა დღეს იმედის ოკუპაცია მოახდინეს. გადასაღები მოედანი ქრონიკის სტუდია იყო, ამიტომ ქრონიკის სამუშაო გრაფიკი მთლიანად შეიცვალა. ფილმში, რომელიც ეკრანებზე მაისის თვეში გამოვა, ქრონიკის სპორტული ბლოკის წამყვანი დავით ქაცარავაც მონაწილეობს. რა ეპიზოდი გადაიღეს დღეს იმედის სტუდიაში, ეს ნახეს ჩვენ სიუჟეტში. დღეს ტელეიმედში რენი ჰარლინის ფილმის რამდენიმე ეპიზოდის გადაღება დილის 7 საათიდან დაიწყო. ჰოლივუდის პერსონალმა და აპარატურამ ეზო და შენობა მთლიანად დაიკავა. ეზო აფეთქებებმა გაანათა. ნიუსრუმი კი სცენარის მიხედვით ლოს-ანჯელესის ტელესტუდიად გადაიქცა. ამ ეპიზოდში ამერიკელი ჟურნალისტი ქალი ლოს-ანჯელესის ტელესტუდიის ხელმძღვანელობას მისი მეგობრის მიერ საქართველოში გადაღებული ომის კადრების ეთერში გაშვებას თხოვს. კადრები იმდენად შემზარავია, რომ ოფიციოზი ორჭოფობს. იმედია შეძლებ ფილმში გადმოვცე ქართველების ტრაგედიით შეშფოთებული ჟურნალისტის სახე. აქაურობა ძალიან მომწონს. შემიძლია გითხრათ, რომ თქვენი სტუდია CNN-ისა და BBC სტუდიებზე უკეთესადაც კი გამოიყურება. CNN-ის და BBC-ის კადრებში ტელეიმედი აქამდეც მოხვედრილა. ახლა ჰოლივუდის ჯერი დადგა. ტელეიმედთან ერთად ჰოლივუდური ფილმის გმირები ტელეიმედის ჟურნალისტებიც გახდებიან. ამ ფილმში მაქვს ძალიან პატარა ეპიზოდი, ვარ წამყვანი. ფილმის სამუშაო სახელწოდებით ჯორჯია მთლიანად საქართველოში იქნება გადაღებული. წალკა გორი, ვაზიანი თბილისი გადაღებებზე ინტერნაციონალური ჯგუფი მუშაობს. ჩემი პროფესია ჩუმატყოფნაა, არაფერი მკითხე. ვთამაშობ ერთ-ერთ ეპიზოდურ როლში. ფილმს აწუთიან ჩიპებზე ვიღებთ. შემდეგ ეს ყველაფერი ფირზე გადაგვაქვს. ერთ-ერთი კამერა ოპერატორი ვარ. ამერიკელებთან, ევროპელებთან და ქართველებთან ერთად ჯორჯიაზე რუსებიც მუშაობენ. ეს პოლიტიკური კონფლიქტია. ჩვენი ხალხები კი როგორც ადრე მომავალშიც ისევე იმეგობრებენ. თავი შეიკავეთ იმისაგან, რამაც შეიძლება კომპრომეტირება გაგიკეთოთ. ეს რენი ჰარლინის რეჟისორული მესიჯია იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებსაც მომავალში ომის გაჩაღებას წყურიათ. არ არის მართალი, როცა ამბობენ, რომ ფილმის სააკაშვილმა შემიკვეთა. ეს იქნება ძალიან ობიექტური ფილმი ომზე. და იმ ქვეყანაზე, რომელშიც ეს ომი ხდება. გვირდებით, რომ საქართველოს საუკეთესო კუთხით ვაჩვენე. ქართველები ძალიან მამაცი ხალხია. მე ამას ფილმით ყველას მოუყვები. ფილმში ამერიკელი ჟურნალისტის ისტორიაა მოყოლილი. ის საქართველოში ჩამოდის და ომის გაუგებრობაში ხვდება. შემდეგ გორში ომის კადრების გადასაღებად ჩადის და იქ ქართველი გოგონა უყვარდება. რენი ჰარლინი ამბობს, რომ ეს არ იქნება ტრადიციული ამერიკული ბლოკბასტერი, სადაც გულისმიერი რეცეპტორები ხელშეუხებელი დარჩება. ის ფილმში ემოციების, ექშენის და ინფორმაციის გადმოცემას ერთდროულად შეეცდება. ჰარლინის ადამიანურ ტრაგედიას ამერიკაში დაამონტაჟებენ. ფართო მაყურებელი ფილმს მაისის თვეში იხილავს.